მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ძალიან ღიად იმუქრებოდა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, კომისიის, კულტურის კომისიის ხელმძღვანელი ქეთევან ხომერიკი გაბედონდა ჩამოვიდნენ გურიაში მსახიობებო, მათ გაბედეს და უფრო მეტიც არაჩვეულებრივი სანახაობა ანახეს მაყურებელს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ აქ ადამიანები ისევ არიან, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეს წარმოდგენა, თუმცა მოდიან მსახიობებთან მადლობას უხდიან ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება პატიმრებს და მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ისმოდა შეძახილები და მსახიობები სცენიდან ძალიან დიდი ოვაციებით გააცილეს. დავით დოიაშვილს ხედავთ ეხლა ჩვენ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში ვართ, როგორი იყო გურულებთან წარმოდგენილი მანიფესტი. წარმოუდგენელი ემოციაა და წარმოუდგენელი ხალხის ოდენობა და მადლობა ოზურგეთს, რომ ესე დაგხვდით და ესე შეხვდით და ესე სწორად გაიგეთ ყველაფერი. მადლობა სპიკერებს, რომლებიც გამოვიდნენ. ძალიან მაგარი იყო და ძალიან მართლა სავსე ვართ, ძალიან შტაბიჭლებების ქვეშ ვარ მართლა და ეხლაც ველაპარაკები ხალხს და ძალიან მაგარია. ეს მუხტი აუცილებელია და ყველაფერი კარგად იქნება. კი, ჩვენ ნამდვილად ერთად გადავცურავთ ზღვას, იმიტომ რომ გვესმის როგორი ოვაციებია. გიორგი ცხადას ხედავთ, უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ. როგორი იყო გურულების დახვედრა, ჩვენ მაყურებელს უყვებოდით და ვაჩვენეთ კიდევაც, რომ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები და ესე რომ თქვა საჯარო მოხელები ემუქრებოდნენ და მათ შორის თქვენ გაბედეთ და ჩამოდით, თუმცა ამ გაბედაობას ძალიან დიდი მუხტი მოყვა დღეს ოზურგეთის ესე რომ თქვა ცენტრალურ მოედანზე. როგორი არის თქვენი შეფასება და მთავარი სათქმე? ძალიან საწყენი ეხერითიც დაიწყეთ საუბარი, იმიტომ რომ რა ვიცი რა მაგაზე რა უნდა თქვა, იმიტომ რომ ჩვენ აქ რაღაცნაირად სიყვარული ჩამოვიტანეთ, აქაც დაგვახვედრეს სიყვარული და ყველაზე მთავარზე თანხმდებით. ყველას გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს, ყველას გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სამართლიანი იყოს. ყველას გვინდა რომ ჩვენი მეგობრები და ძალიან მაგარი ადამიანები ჩვენთან ერთად სცენაზე იდგნენ, რომლებიც უკანონოდ არიან დაჭერილები. მოვისმინეთ აქაურების პრობლემები, ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველა რეგიონში მათ ყველგან განსხვავებული პრობლემებია, თუმცა ყველაზე მთავარი რაც არის, ამ ადამიანებს საქართველოს სიყვარული აერთიანებს და ჩვენც არ ვიცი, მგონია რომ თეატრის ყველაზე მთავარი დანიშნულება ხო ემოციის გაზიარებაა და ეს დღე ნამდვილად შედგა და მე ძალიან მიხარია რომ ჩემთვის საყვარელ გურიაში როგორც იმერულ რაღაცნაირი სითბოს შეეფერება ისეთი განწყობა დაგვხდა და ამ ადამიანებს ნამდვილად უნდათ უკეთესი ქვეყანა და ჩვენც უკეთესი ქვეყანა გვინდა. დიდი მადლობა. ნატა, უნდა გითხრათ, რომ ნანკა კალატოზიშვილმა საუბარი დაიწყო ძალიან საინტერესოდ აქ შეხვედრის დროს, რომ ისინი ჩამოვიდნენ პრობლემების მოსასმენად იმ ადამიანების, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ. ძალიან ბევრი პრობლემაა გურულებს და მართლაც სწორად აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა, რომ მას არ დაუნახია აგუგუნებული ქარხნები. უფრო მეც ვეცდებით მასგან გავიგოთ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ. ეხლა მაყურებელს უყვებოდით თქვენი შესავალი როგორი იყო და შეხვედრა გურულ მაყურებელთან, რომ მათი პრობლემების მოსასმენად ჩამოხვედით. როგორი განცდა გაქვთ მას შემდეგ, რაც ნახეთ ეს ყველაფერი, როგორი დახვედრაც იყო და რა მოლოდინი გაქვთ? ამ პროტესტს შედეგი რა მოყვება? პროტესტს იმედი მაქვს შედეგი მოყვება ის, რომ უფრო სოლიდარულები ვიქნებით და სოლიდარობა გადამდებია. მთელი ჩვენი აქტი, რაც არის და მანიფესტი არის ის, რომ ყველაფერი სოლიდარობით არის, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი სცენა, არ ვიცი, სადაც ვრჩებით, სასტუმრო, ან ყველაფერი არის რაღაცნაირი სოლიდარობით გადამდები და ესე გვინდა რომ ერთმანეთს ეს გადავდოთ. მაგრამ ეხლა ლადო აფხაზოვმა ისეთი ისტორია მომიყვა თავის შვილზე, იმიტომ რომ პრობლემები აქვს და ხვალ სასამართლო აქვს ლადოს, არ ვიცი რაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ მინდა რომ მოსამართლეები არც არ თვალისწინებენ და მახსოვს აღდგომას როგორ გაულახეს შვილი და ვისაც პრობლემები ჰქონდა ბავშვს. მზია მაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებისთვის ნინო ქათამაძეს, ლადო აფხაზოვს და ბევრი. ხო, მაგრამ ანუ მის შვილი დღეს ისე უკვე ნერვიულობს და არ ვიცი ამას ვინ რას გაითვალისწინებს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა ადამიანური რომელიმე მოსამართლეში სადღაც როდესმე გაიღვიძებს. ეჭვმეპარება, მაგრამ ნუ მაინც იმედი ყვება ბოლოს. აი ამ იმედით ვიქნები მეც.
მადლობა. მე ვთხოვ ოპერატორს თქვენ კადრში გაჩვენოთ რა ხდება ამ წუთებში. რიგითი მოქალაქეები ადამიანები მოდიან მსახიობებთან როგორც გითხარით და მადლობას უხდიან აქ ჩამოსვლისთვის და იმ მართლა ძალიან მართალი სიტყვისთვის, რომელიც დღეს ყველამ გავიგეთ და რომელიც არის ძალიან ამაღელვებელი. ეკადემეტრაძესაც ხედავ უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენი პოზიციაც ძალიან გვაინტერესებს და როგორი იყო იმ მაყურებლის განწყობა დახვედრაც, რომელიც დღეს გურიაში დახვდა. ჩვენ მაყურებელს დღეს ვაჩვენეთ და უყვებით, რომ თქვენს ჩამოსვლამდე საკრებულოს დეპუტატი როგორც თეატრის გვერდზე, ასევე იმუქრებოდა, რომ გაბედეთ და ჩამოდით. თუმცა ძალიან კარგი გაბედულობის შედეგი ვნახეთ დღეს ალბათ ყველამ. ხო, არ ვიცი, ხალხი ყველგან დიდი სიხარულით და სიყვარულით გვხვდება და ზუსტად ამიტომაც დავდივართ ყველგან და წავალთ ყველგან, სადაც შევძლებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ხო ყველაფერი უნდა გავბედოთ და ხმა უნდა ამოვიღოთ. უნდა გავბედოთ და ერთმანეთს დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ ანუ ერთმანეთის ნახვას გვიკრძალავენ, რას ნიშნავს? გურიაში ჩამოსვლას მიკრძალავენ, ვინმე ვერავინ ვერ ამიკრძალავს, ეს ჩემი ქვეყანაა, ჩვენი ქვეყანაა ყველასი და ამ ქვეყანაში ხალხმა ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი ტკივილები, ჩვენი სიხარულები, ჩვენი სიძლიერეები და ერთმანეთისთვის, როდესაც სოლიდარობას გამოვხატავთ და ერთად დავდგებით, ვეღარაფერი ვეღარ დაგვამარცხებს. ზუსტად ამიტომაც იმუქრებიან ასე, იმიტომ რომ იციან, რომ ერთად დგომას უდიდესი ძალა აქვს. მადლობა. ერთად დგომას რომ უდიდესი ძალა აქვს ეს დღეს გურიამც დაადასტურა. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ოპერატორს თქვენ კადრში გაჩვენოთ, აი რა ხდება. აქ მსახიობებთან არ წყდება ადამიანების შეგვიძლია ვთქვათ რიგი, რომლებიც მიდიან მადლობის სათქმელად, მიდიან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ უთხრან ამ ადამიანებს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კახა კინწურაშვილიც დავინახე და ვეცდები მისი პოზიციაც გავაგებინო მაყურებელს. ბატონო კახა, ბოდიში პირდაპირ ეთერში ვარ, თუ პირდაპირში არ ხართია ბოდიში. როგორია თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ ხედავთ რა იმაყურებელი არ განებებთ თავს, მოდიან მადლობას გეუბნებიან. დღეს იყო მუქარებიც, რა ვერ ჩამოხვალ და რას მიიღებ და ნახეთ ძალიან დიდი მუხტი. სხვათა შორის მინდა იცოდეს მაყურებელმაც, რომ ეს გურულებისთვის საკმაოდ უცხოა, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს გურიაში პროტესტი ესე მასშტაბით არ განხორციელებულა. არ ვიცი, ხო რაღაცა ეგ მოლოდინი თითქოს იყო, თითქოს მაგ მოლოდის უბრალოდ აჩენდნენ, რომ ხალხი არ გამოვა, მაგრამ როგორ შეიძლება სადმე უსამართლობა არ გააპროტესტონ და შესაბამისად ესეც მოხდა ოზურგეთში. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ძალიან გურიას, ოზურგეთელებს იმ გამბედაობისთვის, რაც დღეს გამოიჩინეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამხელა წნეხია რეგიონებში, სოფლებში და ეს ადამიანები ნამდვილად გმირები არიან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. მადლობა, მოკლედ, აი ესეთია ნატა ვითარება, მე კიდევ ერთხელ შეგახედებთ მიმდებარე ტერიტორიას ადამიანები ახლაც არიშლებიან. ეს იყო ახალი თეატრის მანიფესტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის თეატრის მსახიობმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უყვებოდით პირველებს ამის თაობაზე, რომ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის ბულინგით დაკავებული და ძალიან ბევრ პოსტზე სოციალურ ქსელში, მათ შორის ზოგიერთ მსახიობს, მათ შორის ახალი თეატრის მსახიობს ყურის აწევითაც კი ემუქრება. ნახეთ მუქარები, თუმცა ხედავთ კიდევ ერთხელ კადრში ადამიანებს, რომლებიც არ შეუშინდნენ ამ მუქარებს და დღეს ყველანი გამოვიდნენ ქუჩაში ერთი მთავარი სათქმელი, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, თავისუფლება მზია ამაღლობას, თავისუფლება ბათუმ ელმედროშეს და ყველა პოლიტპატიმარს. საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები დანებებას არაპირებენ.